რიჟვაძეზე ხომ არაფერი იცით ახალი, რამდენადაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ იგი უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ დაბრუნდებაო, რამე თუ გაქვთ ახალი ცნობა მის შესახებ? პირიქით, ესე იგი მისიანები ვინც არიან, მე პატარაა ბათუმი და მე მის ახლო ნათესავებს ვცნობ, რომლებიც ინფორმაციას მაძლევენ ახლა. ახლა ჩაშვება კი არ ხდება ახლა მეგობრულად, მეუბნებიან, რომ თორნიკე რიჟვაძეს თავად აქვს უკვე სურვილი, რომ შემოვიდეს საქართველოში. ანუ სახელმწიფო საზღვარი გადმოლახოს, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ჯერჯერობით ჩვენი მოცემული მთავრობა მას არ აძლევს უფლებას, რომ საზღვარი გადმოლახოს. არ ვიცი ახლა მას პირდაპირ კონტაქტი ბიძინა ივანიშვილთან ექნება, ვისთან ექნება, არ ვიცი, არ არის ეს გაბედული ადამიანი, მაგრამ მაინც რაღაც მგონია, რომ დასაჯერებელი ინფორმაცია არის, რომ მისი სურვილი არის საქართველოს სახელმწიფოში დაბრუნდესა და კონტაქტი გააგრძელოს ბიძინა ივანიშვილთან. რაღაც ასე არ ვიცი, ეხლა ჩვენ ამ მიმართულებით სიღმეში ვერ შევალთ, იმიტომ რომ ჩვენ რიჟვაძის ეხლა ღმერთმა ქნა რომ ეს კაცი გადაარჩინა. რიჟვაძის ვერსია რომ არ მომხდარიყო ის რაც მოხდა საგარეჯოში, ეგ რომ დაჭრა არ მომხდარიყო, საავადმყოფო რომ არ მომხდარიყო, ეს იარაღი რომ არ გამოჩენილიყო ამ მოლაპარაკების დროს, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ფარდას ვერ ავხდიდით პირდაპირ გეტყვით. ფაქტურად რიჟვაძის შემდეგ დაიწყო ამ კორუფციული ამბების წამოწყვეტილება და კარგად გაგებოდა. კი ბატონო, გეთანხმებით, რიჟვაძის ამბით დაიწყო. რა თქმა უნდა, კი, რიჟვაძის ამბით დაიწყო და ახლა წარმოიდგინეთ, რომ რიჟვაძის ამბავი არ მომხდარიყო და ნახეთ ახლა ის სადაც ეს ამბავი არ მოხდა, იქ რა ჩვენ მარტო ის გვარები ვიცით, რაც გამჟღავნდა, მაგრამ ხო იქ ხო შიგადინებებში ხო უამრავი მოლაპარაკება მიდის, უამრავი ქიშპობა მიდის, უამრავი ურთიერთდაპირისპირება, ადამიანები ამის ცხოვრობენ, აი დღევანდელი ქართული მთავრობა, დღევანდელი ქართული სახელმწიფოს პირველი პოლიტიკური პირები ამის ცხოვრობენ, იმიტომ რომ რა არის ამოსაღები? ეხლა თუ თქვენ გონიათ, რომ ღარიბაშვილის სახლიდან 6 მილიონი ნახევარი ამოიღეს და ღარიბაშვილის გარდა ამ 6 მილიონი ნახევართან ვინმე შეხება არ ქონდა, ძალიან ვწევით. აქ უამრავი ასეთ სტრუქტურულად უამრავი ადამიანი იქნებოდა ამ აღებიცომობაში ჩართული და ეხლა შიგნით რა დინებები მიდის, ვინ რა მოლაპარაკებას აწარმოებს, ვინ სად გადამალა, ვინ საზღვარგარეთ გაიქცა, რამდენი ადამიანზე საქმე არის აღსაძვრელი, მაგრამ უკვე იქნებიან გაქცეული. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნა, რომ იქნებ ამაზე ერთხელ და სამუდამოდ 21 საუკუნის საქართველოში ამაზე ლაპარაკი დამთავრდეს და მოუსწროთ. გვაქვს ამის შანსი, ქართველობას აქვს შანსი, რომ ისეთი სახელმწიფო შექმნათ, სადაც კორუფცია მინიმალურ დონეზე იქნება დასული, ან საერთოდ არ იქნება კორუფცია. ამის გაკეთების უნარი ჩვენ გვაქვს და თითქმის მათემატიკური ფორმულები არის მოგონული დედამიწაზე. ჩვენ კი არ უნდა მოვიგონოთ. არის ევროპაში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში წარმატებული ქვეყნები, სადაც ამას აღწევენ ძალიან ნულად. როგორ აღწევენ? პარტიული კონკურენციით, ძლიერი კონკურენციით. ამან პირიქით ეხლა წავიდა, აქამდე არჩევნები გაუქმებული იყო, ახლა იქამდე მივიდა ეს კაცი, რომ არჩევნები კი არ გააუქმა, ქალბატონო ინგა. უკვე არჩევნები საერთოდ უარყო, როგორც ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში მისვლის საშუალება. ანუ არჩევნები არაკანონიერად გამოცხადდა, არჩევნები გამოცხადდა უკანონოდ, იმიტომ რომ თუ პოლიტიკური პარტიები გაუქმდება საქართველოში და განსაკუთრებით ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც წონა აქვს და საზოგადოებაში მხარდაჭერა აქვს და ისინი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ, ასე ვთქვათ, იმ პოზიციას, რა პოზიციას ისინი არიან, იმათ თუ მოსპობ და ოფიციალურად აკრძალავ, ნიშნავს, რომ არჩევანი კი არ არის გაუქმებული, უბრალოდ არჩევანი არის აკრძალული. არჩევნების აკრძალვამდე მივიდა და არჩევნების აკრძალვაზე მისვლა ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიაში უკან დახევა კი არ არის, როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ღიად საჯაროდ ქვეყანაში ასე ვთქვათ შემდება ავტორიტარული რეჟიმი, პირდაპირ გაგებით დიქტატურა და ეს ამ დიქტატურას უნდა ვებრძოლოთ ჩვენ ყველამ, თითოეულმა მოქალაქემ. ჩვენი გადასაწყვეტია გაგრძელდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ყოველდღიურობა ხელისუფლებაში. ჩვენი თითოეული მოქალაქე, ჩემი დაწყებული ყველაზე პატარა მოქალაქით, დამთავრებული ყველაზე აქტივისტებით, რომლებიც დღეს რუსთაველზე დგანან და რომლებიც დღეს ციხეში არიან, აი ვამთავრებ. განსაკუთრებით
განსაკუთრებული პატივისცემა იმ ადამიანებს ძალიან ბევრი უკვე 200 ადამიანი პოლიტიკური პატიმარი ზის ციხეში და იტანგება საქართველოს სიყვარულის გამო და ეს ხალხი არის გარეთ გამოსაყვანი ყველამ უნდა გავერთიანდეთ განსაკუთრებული მიმართვა კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო ამეთად პოლიტიკურ პარტიებო თქვენი პოლიტიკური რეჟიმები ის ასე ვთქვათ პოლიტიკური დღის წესრიგები საერთოდ აღარ ჩანსა და მოდი გააკეთეთ ერთი რამე რომ დადეგით ყველამ ერთად შეიკრიბეთ ერთ ოფისში გადადევით ყოველგვარი პარტიული ეგო და პარტიული მე გაერთიანდით დიდი გაერთიანება გავაკეთოთ საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს დიდი გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ ხარს გვიჭერს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გაერთიანების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება ეს იქნება კირეების და არათვეების საქმე აი ეს არის ჩემი უმთავრესი თხოვნა და დიდი მადლობა ბატონო მორბან ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ეს მოისმინოს